ქართული დაპირისპირება ჯუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. თბილისში მიმდინარე ტურნირზე პირველი და მეორე ადგილი ლუკა მხეიძემ და გიორგი სარდალაშვილმა გაიყვეს. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალურ დაპირისპირებაში სარდალაშვილს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ სძლია და ოქროს медаლი მოიპოვა. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სარდალაშვილი კი წელს ვერცხლის медаლს დასჭერდა. ტურნირი საქართველოში 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ხვალ შეჯიბრში 5 ქართველი ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე და ნინო ციკლაური. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. ქუჩა კვარაცხელია PSG-სთან ერთად მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო არსენალი მადრიდის ატლეტიკოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები 28 და 29 აპრილს გაიმართება. ლივერპულს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის. არნე სლოტის თქმით, ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ. კლუბის ხელმძღვანელმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე PSG-სთან დამარცხდნენ. არნე სლოტი არ აკონკრეტებს თუ რა ცვლილებები განხორციელდება გუნდში. მომავალს ნათელ ფერებში ვხედავთ. თუ სასურველ ფეხბურთელებს ვიყიდით მას შემდეგ, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეს დავამშვიდობებით, ამბობს სლოტი. ლივერპულის, არსენალისა და იუვენტუსის ყოფილი მეკარე ალექსანდრ ვან გინერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევა ზალცბურგში მოხდა. მეკარე მანქანაში იჯდა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა. 48 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ადგილზევე გარდაიცვალა.